საღამო მშვიდობის მეგობრებო. აბა როგორ ხართ? სალამი ყველას. მოვედი თქვენთან ჩემო შეფასებო. მოვედი. აბა როგორ გიკითხოთ? როგორ ჩაიარა დასვენების დღეებმა, მეგობრებო. ხო, ყველაფერი კარგად გააქვთ. გაიხარე მარიამ, ღრმესი მადლობა. საქართველოში აგიგრილდათ, კი. ცოტაც და აქაც აგრილდება, მეგობრებო, და ვნატურულობ, რომ აგრილდეს, იმიტომ რომ კატასტროფულად მაწუხებს ვენები. ეს 2 დღეა სულ წამლებში ვარ. დღეს დაჟე კიდევაც ვიტირე, ისე მტკიოდა ფეხები, მეგობრებო, აი ჯოჯოხეთია უბრალოდ. სისხლძარღვების პრობლემა მაქვს, მეგობრებო. მეტავ აქაც მალე აგრილდეს, მეტავ აქაც მალე აგრილდეს, მეგობრებო. ძალიან მინდა რომ აგრილდეს. არ მიყვარს ზაფხული, მორგანა, ღრმესი მადლობა. მადლობა ყველას ჩემო მეგობრებო, საჩუქრებისთვის, გამოწერისთვის, კომენტარებისთვის. აი ყველაფრისთვის უღრმესი მადლობა ყველას. მოვედი მეგობრებო, მაგრამ რა გავაკეთოთ არ ვიცი. რაზე უნდა ვისაუბროთ არ ვიცი. ეს მორიელთან არ მისაუბრია. სად ვყავს, აბა ერთი გადაუზია რომ მეგობრებო, მორიელი. პირადზე, ხო, პირადზე გავშალოთ მეგობრებო, რაც ამოვა ყველაფერი. თქვენი ენერგიები მაინტერესებს ჯერ. ჯერ თქვენი ენერგიები მაინტერესებს, მეგობრებო, ხვალ არ ვიქნები. ხვალ ვერ გავაკეთებ საჯარო ლაივს, ხვალ ზეგამდე, ზეგ დავბრუნდები, ხვალ მივდივარ ქალაქ გარეთ, გავდივარ ჩემო ძვირფასებო, ისევ პირადი საქმისთვის, ასე რომ ხვალ არ ვიქნები ლაივში, დავბრუნდები ზეგ და ზეგ შემოვა ლაივში, მეგობრებო. თქვენი ენერგიები. საკუთარ თავს ეწინააღმდეგებით. ხო, რაღაცაზე არას ეუბნებით საკუთარ თავს. აი მე მეგობრებო, დედასპიცა ვარ. აი ესე ვარ დღეს. ეს 2 დღეა ზუსტად ესე ვარ. აი ესე ხართ თქვენც, გინდათ დასვენება. აი როგორც მე მინდა ეხა და საკუთარ თავს ვეწინააღმდეგებ, ისევე თქვენც ესე მეგობრებო, დასვენება გჭირდებათ და აი თავს საკუთარ თავს არ აძლევთ ამის უფლებას. საკუთარ თავს არ აძლევთ უფლებას, მეგობრებო. აი მე კარტებით სვივა, მაგრამ რა სვივა? ფიქრობთ ადამიანზე. ფიქრობთ რომ როდის მოვა ესე და ნუ რაღაცით როდის გაგახარებთ. თუნდაც გამოჩენით. თუნდაც მინდვრის ყვავილებით. აი თუნდაც ხო რა წვრილმანით რაღაცით, მაინც ამაზე ფიქრობთ, მეგობრებო, აი ჩაციკლულები ვართ ამაზე. ხა ნუ ეხა ვის არ უყვარს ეს სიტუაცია, ახლა მეც ამის ძალიან დიდი მოყვარული ვარ. ხო, მიყვარს ეხა ლომს თუ არ უყვარს, აბა ვის უყვარს? დედა მეგობრებო, კარტებით სვივა, რა გჭირთ დღეს? მეგობრებო, რაღაცას არ ამბობთ, რაღაცებს აღარ ამბობთ უკვე. აღარ გინდათ თქვენი ამბების ხვება გაიგოს და იჭორავონ თქვენზე. ძალიან მაგარ ვიბრაციებში ხართ. ხო, აი მეგობრებო. აი მეგობრებო, აი ესე ჭორები ეს დადის სულ, ჭორები დადის თქვენ სირბლი და აღარავის არაფერს აღარ ეუბნებით. ხო, იტყობა ითვალისწინებთ უკვე ამ ყველაფერს, რასაც აქ ჩვენ ვგებულობთ მეც სხვათა შორის და არავის აღარ ეუბნებით არაფერს. პირში წყალი გაქვთ ჩაგუბებული, მეგობრებო. ხო.
თვითონ რაღაცა мотиваცია გაქვთ საკუთარ თავთან. მარც ამას არ ეუბნებით, ზოგადად არაფერს აღარ ეუბნებით. დამთავრდა. გაიხარე ანა მარიაო. რა ვიცი, როგორ ვარ არამიშავს. ამ საღამოს ცოტა უკეთ. მეგობრებო, რა ვქნა, ეს 2 დღეა მართლაც ძალიან ვერ ვიყავი. თქვენი ენერგიები. თქვენი ენერგია, ხო, აი მეგობრებო, გებედნიერებათ. საკუთარ თავთან ხართ ძალიან ბედნიერები. ხო, საკუთარ თავს ყველაფერს უფლებას აძლევთ ახლა. გაცინების, რაღაცის გაყიდვის, აი სიამოვნების, აი საჩუქრების, აი საკუთარ თავს ამის უფლებას უკვე აძლევთ. კი, აი უკვე აძლევთ. რატომაც არა? ხო. ძალიანაც კარგია რომ აძლევთ. ლაივის ლობ დაბრუნდი, საღამო მშვიდობის. ხო, მეგობრები, აი ნახეთ როგორ ცდილობთ. ძალიან ცდილობთ. ბევრი თქვენთაგანი ახლა ძალას იმატებს, ბევრი თქვენთაგანი ხო რესურსებს იბრუნებს. ზოგი წყალით, ზოგი წმენდით, ზოგი ხო ნუ რა ვინ რითი მეგობრებო? ხო. აი იწმინდებით მეგობრებო. ბევრი მზეზე, მე მზეზე ვერ გავედი, მე ვერ გავდივარ მეგობრებო. ხო, აი რაღაცა ეტაპი სრულდება თქვენ ცხოვრებაში. ან უკვე დაამთავრეთ, ან უკვე სრულდება მეგობრებო. რაღაცა სრულდება. სასიკეთოდ სრულდება ოღონდ. ისეთ ენერგიებში ხართ. კიდევ თქვენი ენერგიები. კიდევ თქვენი ენერგიები. ხო, გინდათ აი რაღაც ეს შავი წერტილი დაასრულოთ მოლაპარაკებით მეგობრებო და ამის დროც არის უკვე. კი, უკვე ამის დროც არის უკვე. ყველაფერი უნდა დასრულდეს. კი, მეგობრებო, ეხა სულ ცოტაც და ძალაც მოგემატებაც ენერგიასაც დაიბრუნებთ. თუ კი აქამდე საქმიანი მოლაპარაკებები შეჩერებული გქონდათ, ესეც უკვე წამოვა წინა პლანზე. კი ბატონო, ხო, ბედის ბორბალი. მეგობრებო, ბედის ბორბალი. განთავისუფლება. ხო, თუმცა ადამიანები მაინც გააგრძელებენ თქვენ ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფას მეგობრებო, მაგრამ ნუ რა ვქნათ ახლა ხო, სანამ შეგიძლიათ ეს ყველაფერი დაიცავით და დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება. შეძლების და გვარად დაიცავით თქვენი საზღვრები. დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება, მეგობრებო, კი. ყველაფერი გექნებათ კარგად, კი. გახდებით ძალიან ძლიერები, ისევ სიძლიერეს დაიბრუნებთ, ისევ სიყვარულს დაიბრუნებთ, რაზეც ძალიან ნერვიულობთ. ამ ყველაფერს არ აჩვენებთ არავის, მაგრამ ნახეთ სამართლიანობა იზეიმებს. ხა? მეგობრებო, ნუ რა ვქნათ, ნუ რა. სამყაროდ შეწუხებულია ამ ჩვენი დარდით, ტკივილით, ამ თქვენი სიყვარულის, უპასუხო სიყვარულით, მაგრამ ნუ სამართლიანობა იზეიმებს მეგობრებო, კი. ამჯერად იზეიმებს. იყავით თავდაჯერებულები. კი, ასე რომ არაფერს არ შეგეშინდეთ. სამართალი ყოველთვის ჭამს პურს მეგობრებო. ძალიან მომწონს თქვენი ენერგიები. ძალიან მეგობრულები ხართ, ძალიან თბილები ხართ. ძალიან ჰარმონიულები ხართ. აი თქვენ ყოველთვის შეგაქვთ ურთიერთობაში ბალანსი. არ აქვს მნიშვნელობა ეს პარტნიორული იქნება თუ მეგობრული ურთიერთობა იქნება. ამას არ აქვს მნიშვნელობა, რა ურთიერთობაშიც არ უნდა შეხვიდეთ. თქვენს ირგვლივ ყოველთვის სამართლიანობა არის და ძალიან მეგობრულები ხართ მეგობრებო. თქვენ ადამიანებს არ გაწირათ. ძალიან იმედიანები ხართ. ხო. ეს სამყარომაც იცის რომ ძალიან იმედიანები ხართ, ამიტომ სრულდება თუ ან დასრულდა თქვენ ცხოვრებაში სირთულეები და ჯერ ამას ვერ გრძნობთ, მაგრამ დღითი დღე იგრძნობთ მეგობრებო და ამაზე არ ინერვიულოთ. ყველაფერი იქნება ისე როგორც თქვენ გესაჭიროებათ. მოკლედ ესეთ ენერგიებში იმყოფებით. ჩემო ძვირფასებო, ჩემმა მეგობარმა გოგომ, ჩემმა ნათესავმა ეს ძალიან საყვარელი მთვარე მაჩუკა, ძალიან ლამაზია.
ძალიან ლამაზია. აი, თვარე. ხო, მოდი აქ დავდებ ასე. აი, ესე იყოს. მოდი ახლა მინდა მეგობრებო თქვენი პარტნიორის ენერგიები წავიკითხო. თქვენი პარტნიორის ენერგიებსაც ამ დასტით წავიკითხავ, მაინტერესებს. აი თუ დაემთხვევა თქვენი და მისი ენერგიები, ზოგ შემთხვევაში ემთხვევა მეგობრებო. ანუ როგორც თქვენ ხართ, ისე ცუდად არის ისიც. როგორც თქვენ ხართ, ზოგჯერ იმაზე უარისათაც არის. ეხავე გავარკვევთ. აბა ნახოთ ახლა თქვენი პარტნიორის ენერგიები, როგორ არის ის? იმედია ჩაიფიქრეთ ხო, მე დამავიწყდა თქმა, მაგრამ იმედია თქვენ მეგობრებო, ამას პირდაპირ ეს სიყვარულება. ეს ადამიანი ძალიან ერთგულია თქვენთვის, თქვენს მიმართ. ეხა არ მითხრათ რომ ზღაპრებს ყვები. მეც ვიცი რომ ზღაპრებს ყვები და იმიტომ მეგობრებო. ხო, ახლა ხუმრობ, რა თქმა უნდა. ხუმრობის გარეშე არ შემიძლია. ამიტომ ხო არ მითხრათ რომ ეხლა მაგალითად მეგობრებო მართლა ვღადაობ, არ ხუმრობ, ხუმრობის გარეშე. ხო, ამ ადამიანს ეს ადამიანი ძალიან ერთგულია თქვენს მიმართ. არ ვიცი რამდენს გიკვირთ, მაგრამ ნუ ეხლა ყველასთან შეიძლება არა, მაგრამ ნუ ბევრთან ზოგიერთებთან ესეა კი. შემთხვევაში ძალიან გამიკვირდებოდა, მაგრამ ხა. მაგრამ ნუ რა ვქნათ, რაც ამოდის იმას საუბრობ. ერთგულიაო. მორგანა. მე მგონი ესეც შენზე საუბრობს. ეს უფრო შენ ფიქრობ ალბათ რომ ეს შენ ხარ და ის საუბრობს შენზე რომ შენ ხარ ერთგული. ხო, ბევრი შემთხვევაში ასე იქნება. ნუ ვისაც როგორ გაწყობთ, ისე იფიქრეთ მეგობრებო, მაგრამ ეს კარტი არის ერთგულების. ხო. ნუ რა ვქნა. კიდევ. ზაღლივით. კიდევ. როგორია მისი ენერგიები და ამ ადამიანს ძალიან უნდა ამ ურთიერთობაში სხივი გააღვივოს. იზეიმოს, კი მეგობრებო, აი ერთგულებაზე საუბრობს, ნუ რა ვქნა, აქამდე არ ვიცი რა იყო თქვენს ორ შორის, მაგრამ ეხლა ეს ადამიანი ძალიან ერთგულია თქვენს მიმართ. ადრე შეიძლება იყო ღალატობდათ, მაგრამ ეხლა არა. დაღვინების მომენტი აქვს უკვე, დაღვინდა ეთქობა მეგობრებო. ერთი წუთით კარებს დავკეტავ და მოვა. ხო, ნუ რა ვქნათ მეგობრებო, აქამდე შეიძლება იყო რაღაც ღალატის, რაღაც ზურგის შექცევის, ღალატი მარტო პარტნიორთან წასვლა არაა მეგობრებო, სხვასთან წასვლა ღალატია, ზურგს რო შეგაქცევს ადამიანი, ღალატია, აი რო არ გესაუბრება, შენთან გახსნილი რო არა, აი შენი ხმა რო არ ესმის, ანუ ხმის გაგონება იმას არ ნიშნავს, რომ აი შენი რო არ ესმის ადამიანს. ხო, აი ახლა ამბობს რომ ძალიან უნდა რომ აი დაიბრუნოს ეს ურთიერთობა და ამ ურთიერთობაში იყოს ერთგული. ნუ რა ვქნა. ახლა თვითონ ამბობს ამას. კიდევ ხო, მეგობრებო. აი ეს კარტი თქვენთან ამოვიდა. ეს ადამიანი ძალიან ფიქრობს ამ ყველაფერზე. თუნდაც საჩუქრის სახით, თუნდაც ჩუმად რაღაც სიურპრიზ გიმზადებთ მეგობრებო. აი კისერს დავდებთ უგინდათ მეგობრებო, რომ ეს ადამიანი რაღაცა სიურპრიზ გვიმზადებს, მეც ვგულისხმობ რა. ხო მეგობრებო, ეხა მეც ვარ ეგოისტი ამის, იმიტომ რომ ამ ადამიანმა ძალიან დააშავა. და ეს უნდა მოიქცეს. ხო. ესე ფიქრობს თვითონ მეგობრებო. ეხა მე არ განმკითხოთ ამის გამო. უღრმესი მადლობა საჩუქრებისთვის მეგობრებო. უღრმესი მადლობა. ნამდვილად გვეკუთვნის, რატომაც არა. ხო,
ხო, აი ნახე მეგობრო. ნახეთ როგორი ურთიერთობა უნდა ამ ადამიანს. აი ეს ადამიანი ახლა ძალიან ენერგიის მოზღვავებას გრძნობს. ამ ადამიანს შეიძლება კონდეს ახლა კიდევ რაღაც ფინანსური და მატერიალური ზრდაც, ფინანსურად კარგად იდგეს, შეიძლება ფეხზე ენერგიაც ემატება და თითქოს და რაღაცა თავისუფლებისკენ მიდის. ეს ადამიანი თუ კი მეგობრებო ამ კარტით თუ ვიმსჯელებთ ეხლა ხო ეს არის სვაბოდა განქორწინებისკენ მიდის, შეიძლება განთავისუფლებისკენ მიდის, შეიძლება იმ ტვირთის მოხსნაზე საუბრობს, რაღაციდან წამოსვლაზე საუბრობს, ხო აი რაღაციდან თავისუფლებას საუბრობს მეგობრებო. ნუ არ ვიცი ახლა ვის რა გაქვთ, თქვენ თვითონაც მიხვდებით რაზე საუბრობს. ხო, არ ვიცი, შეიძლება კიდევ უნდადეს თავისუფალი ურთიერთობა. ესე შეიძლება იყოს. ხო, დასაწყისში თავისუფალი ურთიერთობა მეგობრებო, ახლა უცე და ჰაიდა და ზაქს რო იტყვიან, ესე არა. ხო. კიდევ როგორ ენერგიებშია თქვენი პარტნიორი? ჩემი მეგობრებიც აქ არიან, ყველა ჩემი მეგობრებო, აი ხო გეუბნებით. აი ხო გეუბნებით მეგობრებო. ეს ადამიანი ამბობს, რომ ეხლა საკუთარ თავთან ძალიან მართალია. ეხლანდელი მისი საქციელებით ეს ადამიანი მართალია, თავს იმართლებს. მე არ ვიცი ახლა ეს როგორ აღხსნა, გამოჩნდება ესეც რამოდენიმე კარტის შემდეგ გამოვკითხავ მეგობრებო, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ ადამიანს უნდა სამართლიანი ურთიერთობა, ესეთი ნდობით სავსე ურთიერთობა და იმედი რო იქნება ურთიერთობაში. ხო. ეს აი უბრალოდ დედას გეფიცები მეგობრებო 5 კარტი 5-ვე სიყვარულისაა. თანქვე მოდანახეთ დიდი ხნით. ძალიან დიდი ხნით, მთელი ცხოვრებით, მეგობრებო. ნახეთ რას ამბობს ამის დროა უკვე მოსულია. აი ხო გეუბნებით კი მეგობრებო, ამ ადამიანს უნდა ურთიერთობაში საუბარი, ამ ადამიანს უნდა რომ იმეგობროთ. ამ ადამიანს უნდა რომ თქვენ შორის საუბარი შედგეს. ერთი წუთით. ხო, ამ ადამიანს ძალიან უნდა რომ აი საერთო ინტერესები შემოიფარგლებოდეთ. ამბობს რომ ამის დროა მოსული. ნახეთ, ძალიან უნდა ოცნებების დაბადება, რაღაცა იმედების ჩასახვა. შეიძლება მეგობრებო უბრალოდ შეხედეთ კარტი როგორ მაქვს. რა არეულია შეხედეთ. ხო, აი ნახეთ ამ ადამიანს ძალიან უნდა თუ კი გაქვთ ამის პოტენციალი ბავშვის დაბადებაც უნდა მეგობრებო. თუ არ გაქვთ ამის შესაძლებლობა ასაკობრივად, მაშინ ერთმანეთის შვილები მიიღოთ, შვილიშვილები მიიღოთ. ნუ ხო ხვდებით რასაც გულისხმობ. ხო, მეგობრებო. ხო, აი რა ნუ რა ვქნა. ნუ რა ვქნა. აგე რა მეგობრებო, თითქმის ყველა კარტი სიყვარულისა, იმედის მომცემად საუბრობს. იმედის მომცემად საუბრობს. ეხლა დღევანდელ ჩვენს საჯარო ლაივს დავარქმევ ესეც ათაურს. რა იმედებს მოგცემთ, რა იმედებს გაძლევთ თქვენი პარტნიორი? ვისი იმედი უნდა გქონდეთ თქვენი პარტნიორიდან? აქ ყველა კარტი იმედისაა. აქ ყველა კარტი სიყვარულისაა, მოლაპარაკებისაა, აი მოზღვავებული ენერგიისაა, ერთგულებისაა და ამბობს რომ ამის დროა მოსულია. ნუ მეგობრებო, ხა მე არ განვკითხოთ ამის გამო. გეუბნებით, სამყარო ჩალით დახურული არაა, ოდესღაც ასე მოხდებოდა. ეხა ის თქვენი გადასაწყვეტია, გინდათ თუ არ გინდათ, მაგრამ მისი მხრიდან უკვე მოდის ეს ყველაფერი. ხო, ეს ჩემი გადასაწყვეტი არა, მე რასაც ვხედავ, ნახეთ მეგობრებო. მირუ მირ ხო გაგიგიათ რუსული? მეგობრებო. მირუ მირ ხო გაგიგიათ რუსული? ადრე რო იყო. შვიდობა სამყაროში. აი მეგობრებო. ზრდა სამყაროში. ხო. რა ვქნა მეგობრებო. ძალიან უნდა ამ ადამიანს. იმდენად კარგად საუბრობს ეხლა რომ აი არ მინდა რომ გავაფუჭო მისი ხასიათი. არ მინდა რომ გავაბრაზო თქვენი პარტნიორი მეგობრებო. ნუ რა ვქნა, ძალიან ამ ადამიანსაც აი ესე ენერგია
აი ესე მოგიახლოვდებათ, ესე მოდის მეგობრებო. თქვენსკენ აი ესე მოდის. გიახლოვდებათ ესე მეგობრებო. თქვენი პარტნიორი ესე გიახლოვდებათ. აი ამის დრო მოდის. ხო, მეგობრებო. თუმცა ესე მაიმუნივით. ნუ ამ კარც რა უყო აღარ ვიცი. ამას რა უყო, ამ საშინელ არსებას რა უყო მეგობრებო. მაიმუნივით სიმპათიური ადამიანი, მაიმუნივით ლამაზი ქალბატონი. და მაიმუნივით სიმპათიური მამაკაცი. ხა, ესეთია ჩვენი პარტნიორები. გააჩნია ვინ მიყურებთ იმის და მიხედვით. ხა. ჩემი ძალიან გავს. თქვენი არ ვიცი. აი ჩემი ძალიან გავს. ოღონდ ეს შავტუხა და იგი რიჟა. მეგობრებო, ქერა. ის ქერა, ეს შავია. ხო. ახლა მიხდი, ხო? ათ წუთში მოვალ მანქანას გავაჩერებ და შემოგიერთდებით. ვიხარ? რო ვერ გიცანით? მორიელი, შენ ხარ მორიელი? მორიელის არ გავს. თუმცა მანქანა მორიელს ყავს. ხო, მეგობრებო, მოკლედ ესეთ ენერგიებშია თქვენი პარტნიორი. მაიმუნივით სიმპათიური ლამაზი ადამიანია. მანქანაზე თუ საუბრობს, მგონი მორიელი უნდა იყოს, მაგრამ სხვა სახელით რატომ არის არ ვიცი. ხო, შეიძლება მორიელია კი. მორიელი იქნება, იმიტომ რომ ისეთი ის უწერია სახელები, რომ თავის ნამდვილ სახელს გავს. ამდენ ხანში გამოჩნდება, არ ვიცი, ნახოთ. ეგ მაიმუნი. ბოლოს ნახოთ. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, რა ვთქვით სათაური, ხო, რა იმედებს, მე ეხლა თუ არ დავწერე მაგი, ჩემო მეგობრებო, მე დამავიწყდება. ასე რომ 2 წუთი შევისვენოთ ეხლა, მოვემზადოთ, დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ. რამდენი ხანია ეს სიტყვები არ მithქვია. ხო. რა იმედს მოგცემთ პარტნიორი? პარტნიორის იმედები ასე დავწერ მეგობრებო. პარტნიორის იმედები. ესე იქნება, ესეთი სათაურებით იქნება YouTube-სეც. ხა. გაიხარეთ. უღრმესი მადლობა ყველას ჩემო ძვირფასებო. უღრმესი მადლობა ყველას. ეხლა ცოტა ესე გადავაბრუნოთ. ზოგი, აი ესე გადავაბრუნოთ მეგობრებო და გადავუჩეხოთ. ძილის ბალიში, ძილი და ბალიში. სახელი ვინ ხარ შენ მორიელი ხარ? რო გიწერია. ძილი და ბალიში, მორიელი ხარ? ორი დღე არ ჩანდი და გული გამისკდაო. 2 დღე იმიტომ არ ჩანდი მეგობრებო, რომ დღეს ისე ვიყავი, რომ დილით ვტიროდი. ფეხები მტკიოდა ძალიან. მაქვს სისხლძარღვების პრობლემა, ამიტომ წამლებს ვსვამ, მაგრამ არაფერს არ მიშვება მეგობრებო. არაფერს არ მიშვება, დედას გეფიცებით. ღამე არ მძინავს, დღისით კიდე ხო რა ვთქვა, არ ვიცი. და მაზი კი არა წამალსაც ვსვამ, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ მაქვს მეგობრებო, არ ვიცი. ცივი წყლით ვბანაობ. ცივი წყლის აბაზანებს ვღებულობ ვენებზე, რომ აი იმდენად მეწვის შიგნიდან, რომ იქნებ ის ცოტა გამიგრილოს. გაიხარეთ, უღრმესი მადლობა. მოკლედ დავიწყოთ ეხლა, დავიწყოთ. დავიწყოთ მეგობრებო. თვარე. თვარე. ქართულ კინოში რა.
უღმესი მადლობა ყველას. აბა გამოვიცნოთ გამოცანა. ნუ მორიელი ხარ ეხლა შენ, რა გამოცანა გინდა ამის მეტი მანქანას შენაყენებ და შენ ხარ მანქანით რო გადაადგილდები სულ ახლა. მორიელი ხარ, აბა რა ხარ? მორიელი რო ხარ, დღეს რატო არ მომწერე მორიელი? შემოვედი არ იყავი. რატომ არ იყავი? ვიყავი, არ იყავი, საიყავი ძაბა. ვიყავი, არ იყავი, საიყავი. გურულების ენაზე. მოკლედ დავიწყოთ მეგობრებო. თქვენი პარტნიორი რა იმედებს მოგცემთ? აბა მეგობრებო, რა იმედი უნდა გქონდეთ თქვენი პარტნიორიდან? პარტნიორი და იმედები. იმედია ჩაიფიქრეთ. ურეკი სად ვნახო ეხლა? იტალიაში ვარ ქალი, ურეკი სად ვნახო? გურული ვარ. მეც გურული ვარ. მოკლედ, მეგობრებო, ეხლა დავიწყებ. ყურადღებას გამიფანტავთ. რა დადე? რომელი კომენტარი დადე? დავაბრუნო, აბა უნდა ეხლა ერთი წუთით. გამოცანა? მეგობრებო, რა დადო? ძილი და ბალიშიო. მე არაფერი წამიკითხია. გამოცანა თუ გინდა გამოვიცნოთ ძილი და ბალიში, შენ ხარ მაგი მორიელი. ხო. მოკლედ, თქვენი პარტნიორი მეგობრებო, ძალიან დიდ დანაკარგებშია, მოულოდნელ დანაკარგებშია, მარცხშია, პრობლემებშია, ძალიან ცუდ ამბებშია. ძალიან ნერვიულობს. ამ ადამიანს აქვს ფინანსების დაბანდება რაღაცაში და არ გაუმართლებელი რისკი. ფულის დანაკარგები, ძალის დაკარგვა, ენერგიის დაკარგვა, ადამიანის დაკარგვა, ყველაფრის დაკარგვა. ხო. აბა რა ეგონა? პრესტიჟის დაკარგვა, მეგობრის დაკარგვა. ეს მოუვიდა, იცით რატომ? ძალიან მეტი მოუვიდა, გადაამეტა თქვენთან მიმართებაში და როდესაც თქვენთან გადაამეტა მეგობრებო, ესე იცის მერე უკან წასვლა. ხო. აი ასე იცის. კიდევ? ხო. ეხლა ყვება კიდევ მის ამბებს. ამ ადამიანს იმდენად მოგონებები აქვს თქვენთან მიმართებაში მეგობრებო, რომ მოსვლა უნდა და შემოთავაზება უნდა. მაგრამ ამ ყველაფერს აიგნორებს. ხო, იმიტომ რომ აი ცუდადაა. დაგკარგათ. ვის ოჯახი გქონდათ, ოჯახი დაინგრა. ვის ურთიერთობა გქონდათ, ურთიერთობა დაიშალა. ვის დაპირებები გქონდათ, ის აღარაა. არაფერი აღარაა, მეგობრებო. ზოგჯერ გურულად ვიტყვი. არაფერი აღარაა. ხო. იყო და არა იყო რა. პარტნიორის იმედები, რა იმედებს გაძლევთ პარტნიორი? ამაზეა თემა ჩემო ძვირფასება. რა იმედებს გაძლევთ ან მოგცემთ? რას გპირდებათ მაგალითად კიდევ ესე? ხო, ამ ადამიანს უნდა რაღაც ახალი შესაძლებლობები გამოძებნოს ურთიერთობისთვის. რაღაც ახლებურად მოგიდგეთ, რაღაც სიახლეები შემოიტანოს ურთიერთობაში, რაღაც ახალი წამოიწყოს ურთიერთობაში. გააახლოს ურთიერთობა, ახალ გზებს ეძეთ მეგობრებო, რომ ამ პრობლემებს სულ სხვანაირად მოუდგეს, მოაგვაროს. ხო, წევდა და აღარ მოვდა. ხო, ამბობს რომ თქვენ ხართ ეხლა ესე. ჯიბრში ჩამდგარი ხართ უკვე აღარ იკარებთ. ხო, რო დაგშორდათ, რო დაგტოვათ მარტო. მაგრამ მისმა დატოვებამ თქვენ ძალიან დაგამშვიდათ, ანუ უფრო მეტი სიმშვიდე ნახეთ მის გარეშე მეგობრებო. მოდი ვიყოთ ეხლა სამართლიანები საკუთარ თავთანაც.
ხო, მის გარეშე რაღაცა უფრო წინ წახვედით, რაღაც უფრო დაისვენეთ. იმიტომ რომ როიცოდით რომ აღარ იყავით ერთად, თქვათ რომ რაღაც არ ქონდათ იმედი, ამიდან დაისვენეთ. ერთის მხრივ ცოტა ამოისუნთქეთ კი. ანუ შვება ნახეთ. ჯიბრზე შვება ნახეთ კი. ამ დროს ამ ადამიანს ძალიან ხმლების დედოფალი და ხმლების პაჟი. ნუ ეხლა თქვენ დედოფალი ხართ და ეს პაჟი, ნუ რა ვქნა ახლა? ხო. ეხლა თქვენ გვირგვინი გახურიათ თავზე და ამ ადამიანს კიდე, ნუ რა ვიცი ხა რა ვთქვა, ელასტიკები. მეგობრებო, მაპატიეთ? ხა. პაჟი. ელოდეთ მისგან იმ იმედს გაძლევთ ეს ადამიანი, გაძლევთ ესეთ იმედს, რომ იბრძოლებს. ეს არის უკვე პაჟიკია, პაჟი მეგობრებო, მაგრამ პაჟი რის პაჟია თუ უკვე მოქმედებაში არ მოვა. ეს უკვე მოქმედებაში მოდის ეს ადამიანი. თავისი ელასტიკებით. თავისი ელასტიკებით მეგობრებო, ნუ მაპატიეთ რა, მართლა მომიტევენ ხუმრობ მართლაც მეგობრებო. ცოტა ხომ და გაგამხიარულოთ. ხა. ამიტომ ხმლების პაჟი არის უკვე მოქმედებაში მყოფი ადამიანის. ადამიანი, რომელიც მზად არის ყოველგვარი საფრთხე გადალაყოს. კარგად აიწიოს, ხო? დაკაჩული, ხო, დაკაჩული. ხო, ეხლა რამდენად ჩაიერა მის მამატარებელმა მე არ ვიცი, ანა, მაგრამ ეს ადამიანი დაბრუნებას აპირებს, თან სტაბილურად. კი. ოჯახი ისევ ოჯახი. კი მეგობრებო, ხა მე არ ვიცი თქვენი გადასაწყვეტია მართლაც. ყოველთვის ვიმეორებ, რომ ეს არის თქვენი გადასაწყვეტი. ხო, აბა რა, მაგისთვის ვართ ჩვენ აქ. მაგრამ ამ ადამიანს უნდა რომ დაგიბრუნდეთ. ხო. ეხა ჩემო მეგობრებო, ელასტიკები უფრო ეხა მამაკაცები თუ უსმენენ, იმათთვის უფრო ხელსაყრელია ელასტიკების მომენტი. ეხა ქალბატონებს გვიყვარს ელასტიკები. მე მაგალითად ხშირად მაცვია მეგობრებო. აი უმეტესად ელასტიკები მაცვია. ძალიან პრაქტიკულია ჩემთვის. ხა. ამიტომ ეს უფრო ეხა ჩემთან რეზონირდება. თუ ეხა ჩემზე ვინმე მოусმენს აქ მეგობრებო, ელასტიკები მაცვია. ხო. ცოცხი ყოველთვის იცინის. ცოცხი ყოველთვის კარგ განწყობაზეა, რატომაც არა, რა აქ ახლა ამას ადარდებელი. აგი მის მოვალეობას ასრულებს. უსიტყვოთ. მოკლედ თქვენ პარტნიორს თქვენთან მიმართებაში, თქვენთან მოსვლაზე, მეგობრებო, კატასტროფული პრობლემები აქვს. ძალიან რთულად ეძლევა უკვე მას თქვენთან მოსვლა. აი ეს დაბრუნება, ეს შემორიგება, ამ ყველაფრის უკან დაბრუნება მისთვის ძალიან რთული იქნება. კი, მეგობრებო, მაგრამ ის ძალიან ეცდება. ძალიან ეცდება. ვინ იგი გავს თქვენ ყოფილ დედამთილს? როგორ გეკადრებათ? თქვენი ყოფილი დედამთილი ესეთი არ იქნება. გამორიცხულია, ეხა რას ლაპარაკო? ჩვენ ბოდიშით რა. ეს თავის საქმეს აკეთებს და თქვენი დედამთილის საქმეს არ აკეთებდა ალბათ თავისას. ხო. ეს თავის საქმეს აკეთებს გადასარევად. ხო და თქვენი დედამთილი ეთყობა არა, იმიტოა ყოფილი არ აკეთებდა მის საქმეს კარგად. აბა? ამას არავის არ მივადარებ. არც შენს დედამთილს მივადარებ და არც ჩემსას. როგორ გეკადრებათ? როგორ გეკადრებათ? ამას უყურე? ჩემ ყოფილ დედამთილს არ მიამგავნა ეხლა?
ასეთ რაღაცებს, ესეთ ხუმრობებს ვერ ვიტან. ჩემ ცოცხს მიჩაგრათ ახლა მე მეგობრებო. კარგით რა. ხო, ცოცხს რატომ მიჩაგრავთ? ნუ მიჩაგრათ ცოცხს. ამას ძალიან ლამაზი ნიკაპი აქვს. ჩემს ცოცხს ძალიან ლამაზი ნიკაპი აქვს. მე მიყვარს ესეთი ვიწრო და რაღაცნაირი გამოყოფილი ნიკაპი. მეგობრებო, ნახეთ მისი ჭირი მე. ეს ხვირზე ხალიც როგორ უხდება? აი ნახეთ, უბრალოდ ამას რო შეხედათ, როგორ კარგ ხასიათზე დადგებით, ხო? ეხლა თქვენ ყოფილ დედამთილ შეხედეთ თუ დადგებით კარგ ხასიათზე მეგობრებო, კარგით რა. მე ამის ყველაფერი მომწონს, რა სამბობ? თინა. მე ამის ყველაფერი მომწონს. ამის გაკეთებული საქმეც მომწონს. როცოც ხავს ისიც არაჩვეულებრივად. ნამცეცსაც არტოვებს. ხა. აი ზუსტად. აი მე როგორ მინდა ეხმა მაღლა გავიცინო მეგობრებო. უბრალოდ ერთხელ უნდა მოგასმენინოთ. რა სიტუაციაში და რა ვითარებაში არ ვიცი, მაგრამ ერთხელ მოგასმენინებთ ჩემს ხითხეთს მეგობრებო და მერე დაჯექით და იცინეთ. ხა. კიდევ რა გვინდაო ჩვენმა პარტნიორმა? კიდევ რა იმედებს მოგცემთ მეგობრებო, ბოლო-ბოლო. აი ნახეთ მეგობრებო. აი ნახეთ მეგობრებო. ეს ადამიანი ამბობს რომ აი ამ სიმშვიდეს როგორც ხართ აქ თქვენ, ამ სიმშვიდეს შეგინარჩუნებო. ხა. აი იქნებით ესე მშვიდი და გაწონასწორებულებიო მეგობრებო. ხო, ამ დაცილებას, ამ მანძილს თქვენ შორის თუ მანძილია მეგობრებო. ხო? აი თქვენ შორის რაც არის, ბევრთან მანძილია, ბევრთან ცრემლია, ბევრთან წუხარება, ну რაც არის თქვენ შორის, ამ ყველაფერს მეგობრებო ამბობს, რომ ხო, ანუ გავაუქმებ რა, ანუ ახლოს ვიქნებითო რა, შევამცირებ მანძილსო, ამას ამბობს. ხო. აბა ვნახოთ კიდევ. დეპრესიაში ვარო მეგობრებო, დეპრესიონერა ვარო მეგობრებო. ამ ადამიანს ღამე არ ძინავს. ღამე უძილობიდან დეპრესია აქვს. ოღონ მართლა და გადაწყვეტილება აქვს მისაღები მეგობრებო წასვლასთან დაკავშირებით. თქვენთან მოსვლასთან დაკავშირებით. თუმცა გეტყვით ერთ რამეს, ამ ადამიანს აქვს რაღაც კარგი ამბავი თქვენთვის. აი დედას გეფიცებით. ამ ადამიანს რაღაც კარგი ამბავი აქვს თქვენთვის. გადაწყვეტილი აქვს, რომ ეს კარგი ამბავი შეგატყობინოთ. ოღონ ხუმრობის გარეშე მეგობრებო. ხა. გადაწყვეტილება და კარგი ამბები. ვის რაზე, ვის რა აქვს წაღებული და ვის რა მართებს თქვენი მეგობრებო, მოდი მაგაზე ერთ დღეს კიდევ გავიმეორებ საჯარო გაშლას. ვის რა აქვს დასაბრუნებელი. მაგაზე ცალკე გაშლას გავაკეთებ. ვის რა ვალი აქვს თქვენთვის. სოქს ფინანსური ვალი აქვს, სოქს მემკვიდრეობის ვალი აქვს, სოქს სიყვარული აქვს დასაბრუნებელი, სოქს ენერგია. ხო, ვის რა აქვს დასაბრუნებელი. ხო, მაგაზე აუცილებლად გავაკეთებ პირად გაშლას მეთქი მეგობრებო, საჯარო ლაივს. თქვენ პარტნიორს რა ვალი აქვს დასაბრუნებელი, ანუ ვალი, თქვენ თუ გინდა პარტნიორზე ჩაიფიქრეთ, თუ გინდა მეგობარზე, თუ ვინმეს თქვენი ვალი აქვს, იმაზე შეგიძლიათ მერე ჩაიფიქროთ. ოღონდ ეხლა არა.
ეხლა არა მეგობრებო. ეხლა უნდა გავაგრძელოთ თქვენი პარტნიორის იმედები. აი რა იმედი შეიძლება იქონიოთ მისი, მეგობრებო? უნდა ესე ვკითხოთ. ამ ადამიანს შეიძლება ყველაფერი აქვს, მაგრამ არაფერი არ ახარებს. ფინანსებიც ძალიან კარგად აქვს ამ ადამიანს. აქვს თავისი საყოფე ფინანსები აქვს, მაგრამ არა აქვს ბედნიერება. არ უხარია მეგობრებო. ძალიან ცუდათაა. როგორა? გაუბედურებული, დანაკარგები და მარცხებული და არ ვიცი, შეიძლება ვინმე დაეღუპა ახლო პერიოდში, მეგობრებო, და ამას განიცდის, ვინ რა დაკარგა, ვიღაცამ დაკარგა რაღაცა. ზოგმა ფინანსები დაკარგა თქვენმა პარტნიორმა, ზოგს ვიღაც დაეღუპა, შეიძლება და განიცდის ამ ყველაფერს ახლო წარსულში. მეგობარია საყვარელი ნივთის დაკარგვა. ხო, ვინ რა დაკარგა მეგობრებო თქვენმა პარტნიორმა? მოკლედ, ჩემო მეგობრებო, ხალისობთ ბოლომდე. კიდევ რა მინდაო მეგობრებო. ძალიან დამოკიდებულია თქვენზე ეს ადამიანი. და იმიტომ უნდა მოვიდეს. თქვენზე არის ძალიან დამოკიდებული, მოჯაჭულობა აქვს თქვენთან. არ მეგობრებო. მოდის. იმიტომ რომ არ შეუძლია, დამოკიდებულია თქვენზე. თქვენს გარეშე ამ ადამიანს არ შეუძლია. ხა, ვიცი რამდენს გჯერავთ, მაგრამ. ხო. კიდევ რაო. ინტრიგები. ძალიან ბევრი ინტრიგებია მის ცხოვრებაში. ამ ადამიანს შეიძლება იმის ეშინია, რომ თქვენ რაიმე ინტრიგებს არ მოუწყობდეთ. ხო არ მოუწყობთ რაიმე ინტრიგებს. ანუ მის შეცდომებს ხო არ დაუბრუნებთ უკან, თქვენც იგივენაირად ხო არ მოექცევით მას. შეიძლება ამასაც ფიქრობდეს. ხო, თქვენ გამო კიდე კონფლიქტობს ეს ადამიანი, თუ სახელდობრ არ იციან თქვენ შესახებ, იციან რომ ვიღაც არის და თქვენ გამო კონფლიქტობს მეგობრებო. კონფლიქტი აქვს. თავისი მანიპულაციებით დარჩა მოტყუებული ეს ადამიანი. ამიტომ გაქვთ ახლა პრობლემები. თქვენ კი არ გაქვთ პრობლემები, მას აქვს პრობლემები. ექსკურსიაზე მინდა აღარ მინდა ქორწილია. ხო, თვითონ გაუბედურებულია ძალიან. არ შემდგარი ნიშნობა ან ქორწინება. ძალიან იზიდავთ ამ ადამიანს, უთქვენოთ ამ ადამიანს არაფერი უხარია მეგობრებო. ხა ეს ასე რო იქნება, მეც ვიცი. ძალიან ცუდადაა. ახლა რა ვთქვა? როგორაა? სულ პრობლემები აქვს, სულ სირთულეები აქვს, გაუბედურებულია, უბედური და უბრი. აი რა ვთქვა? გაეგონა. ხო. ბოლო რას გადაწყვიტავს? არა, მოდი მე მინდა ვკითხო ახლა. აი სამყარო თუ მიცემს ამ ადამიანს დაბრუნების უფლებას მეგობრებო. ზოგადად თუ აქვს უფლება ამ ადამიანს სამყაროსგან. თქვენი ურთიერთობა რომ გამოასწოროს. თუ აქვს უფლება. მეგობრობის გაწყვეტა. თუ აქვს უფლება. ამ ადამიანმა იმდენი რაღაცა დაგიშავათ მეგობრებო. ლამის ვიტირო ეხლა. და
თან ამ ყველაფერს აკეთებდა სულ, იმეორებდა ერთი და იგივე ძალიან ბევრჯერ მეგობრებო. ერთი და იგივე შეცდომებს იმეორებდა, ძალიან უპატიოსნოდ გექცეოდათ მეგობრებო. ძალიან ბევრი დააშავა თქვენთან. თქვენ ძალიან ბევრი აპატიეთ. ნახეთ რამდენჯერ აპატიეთ. რამდენი თასებია ამოbrunებული 8. 8-ს და 10-იც. რამდენჯერ აპატიეთ მეგობრებო. ხო გეუბნებით ამის გამოსწორება მისთვის ადვილი არ იქნება, ძალიან რთულად მოუწევს ამ ყველაფრის დაბრუნება, ეს თავშიც ვთქვით. რომ ეს სიტუაცია შეცვალოს თქვენმა პარტნიორმა, ამის დაბრუნება ძალიან რთულად მიეცემა მას სამყაროდან. თუმცა ეცდება კი. უპატიოსნო თამაში ქონდა თქვენთან ამ ადამიანს. ზედაპირულად იყო თქვენთან. ერთჯერ, ორჯერ, სამჯერ, 4ჯერ, 5ჯერ, 6ჯერ, 7ჯერ, 8ჯერ. ხო, რამდენჯერ თამარის არის. ხო. და ვერცერთი ვერ გამოიყენა. თუ მინდას 10ჯერ მეგობრებო. და თუნდაც ოჯახი გქონოდათ, მაინც ვერ გამოიყენა. ვერ თქვენთანაც კიდე ოჯახი ქონდა. კი. ეხლა არის მტარზე ვენოკი. პრობლემები, სულ პრობლემებშია მეგობრებო. ხო გეუბნებით ამ ადამიანს შეიძლება ქონდა ბიზნესი, ან აქვს ბიზნესი. რის ფასად უწევს, რის ფასად მიაღწია ამ ყველაფერს, მაგრამ გამარჯვებას ვერ გწნობს. კი შეიძლება ტრიალებდეს ბევრი თქვენთაგანის პარტნიორი ძალიან ისეთ წარმოსადეგ საზოგადოებაში. დიდრების ირგვლივ, თავის წრეში იყოს ძალიან ისეთი შემდგარი, ჩამოყალიბებული ადამიანი. კი, თავისი მოღვაწეობით, თავისი ბრძოლის უნარიანობით ამ ადამიანს რაღაც მიღწევები აქვს. კი, წარმატებები აქვს ცხოვრებაში, გავლილი მიღწევები აქვს. და ეხლა ამბობს, რომ აი რის ფასად, აი უკვე აღარ უხარია. მეცაც გეტყვით, ამ ადამიანს რწმენაც აქვს დაკარგული. ხო, ეხლა ამ ადამიანს კიდევ აღარ უნდა, თუ თქვენ იყავით სამკუთხედში, კიდევ ეხლა მეორეში ნარს გეტყვით. თუ კი ეს ურთიერთობა იყო სამკუთხედი და დამალული რაღაცები ურთიერთობა გქონდათ ამ ადამიანთან, ხო, ფარული მოტივით ამ ადამიანს არაფერი აღარ უნდა, თუნდაც ცოლქმარი ყოფილიყავით და თქვენგან დამალული ამ ადამიანს რაღაცები ქონდა. ესეთები აღარ უნდა მეგობრებო მას. ეხლა რამდენად გჯერავთ ამის არ ვიცი მართლაც, მე ახლა ყოველ ჯერზე ვერ გავიმეორებ ამას. რომ გჯერავთ თუ არ გჯერავთ თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ ეხლა ესე ამბობს თვითონ რომ ფარული მოტივით უკვე აღარ უნდა მას არაფერი. ანუ თქვენგან დამალული. თქვენგან დამალულად არაფერი აღარ უნდა. თქვენი ურთიერთობა რო დამალული იყოს, არც ეს აღარ უნდა. აღიარებული უნდა ყველაფერი. მეგობრებო. ადრე თუ იყო უპატიოსნო თამაში და არტისტული, ეხლა აღარ უნდა მეგობრებო. ხო. ეხლა აღარ უნდა. ორი კარტი ამოყვა. რა უნდა? ამისთვის იბრძოლებს. აუცილებლად იბრძოლებს. რის ფასადაც არ უნდა დაუჯდეს, მაინც იბრძოლებს. ყველანაირ ხერხს გამოიყენებს, არტისტულსაც გამოიყენებს. რუსებს აქვს გამოთქმაში. სიყვარულის გამო ყველა ხერხი გამართლებულია, ვაი, რუსულად უფრო კარგად ითქმის. ხო. ამიტომ მეგობრებო, იცოდეთ რომ ეს ადამიანი ყველანაირად იცდება რომ ეს ურთიერთობა დაიბრუნოს. განახლებული ურთიერთობა, განახლებული მეგობრობა, განახლებული ნიშნობა, ქორწინება, სიყვარული და ურთიერთობა. მცდელობა მანამ სანამ არ მიაღწევს ამას. მცდელობა მანამ სანამ არ მიაღწევს ამ ბედნიერებას. ნახეთ რა წერია? ბედნიერება. უკაცრავად, მაგრამ მე აქ განსხვავებულად არავიზე ვსაუბრობ.
ხო, თქვენ ხარ, მეგობრებო, თქვენ ხართ მისი აუხსნელი ოცნება. ეს კარტი ესე იყო შეწეპებული. თქვენ ხართ მისი აუხსნელი ოცნება. ხო, რის გამოც იბრძოლებს. კი, აუცილებლად იბრძოლებს. ახლა თქვენ მიიღებთ თუ არ მიიღებთ, მე აქ არ ვიცი, მაგრამ თვითონ იბრძოლებს. ხო. თვითონ აუცილებლად იბრძოლებს. რაღაც პრობლემები აქვს ახლა ამ ადამიანს და მოაგვარებს და აუცილებლად მოვაკე. ძალიან ბევრს ფანტაზიებში წარმოგიდგენთ. ძალიან ნანობს რომ თქვენთან ძალიან ბევრი შანსები გაუშვა. ხო. სამაგეროდ გაუბედურებული გრძნობს ახლა თავს. ძალიან დიდი შიში აქვს თქვენთან წარუმატებლობის, ანუ თქვენი დაკარგვა არ უნდა ამ ადამიანს. თქვენთვის უკვე უცხოა. ბევრი თქვენთაგანი ამბობს თქვენზე, ამბობს რომ თქვენ უკვე გაუცხოვდით. ანუ თვითონ ამბობს მეგობრებო, თქვენთვის ეს ადამიანი უკვე უცხოა. ხო, ანუ გაუცხოვდა თქვენთვის თქვენი პარტნიორი. თავისი უზრუნველობით, აქამდე სიჩუმით, არაფრის კეთებით, აი რო არაფერი გააკეთა, აქამდე არ ვიცი ხა თქვენთაგანი ცხოვრებაში, ბევრი თქვენგანი ცხოვრებაში რა ვადა და რა დროა გასული. მაგრამ ამ დროის ვადაში რომ ეს ადამიანი ჩუმად იყო, იყო თუ არ იყო ჩუმად, ეხა მე არ ვიცი, მაგრამ როგორც იყო ეს სიტუაცია და რო არაფერი გააკეთა აქამდე. არ იზრუნა ამ ყველაფერზე, არ იბრძოლა, არ იმოქმედა, არაფერი გააკეთა ამის გამო. ეს ადამიანი უკვე თქვენთვის გაუცხოვდა და ხო, ესაა ამ ყველაფრის მიზეზი. ხო. ხო, პასუხისმგებლად რომ მოიქცა მეგობრებო. ხო. პასუხისმგებლობა არა იყო არანაირად. ძალიან უპასუხისმგებლად მოიქცა. ხო, ამიტომ აქვს ახლა დაბრკოლებები და შეფერხებები. კი, თქვენ თუ გააქვთ ეჭვირო, ან მეგობრებო, ხა თუ იცით ნამდვილად რომ თქვენი პარტნიორი ვინმესთან იმყოფება, ეჭვენობის საბაბი არ გაქვთ. ანუ უყურეთ, იქ ურთიერთობა არ აქვს. თუ კი ნამდვილად იცით რომ ვიღაცასთან იმყოფება თქვენი პარტნიორი, სხვა პარტნიორთან, იქ არაფერი არ აქვს. მეგობრებო, არ იეჭვიანოთ. ეხლა მშობლებთან თუა თავისთავად. ხო, მაგრამ რანაირადაც არ უნდა იყოს. თუნდაც ურთიერთობაში იყოს, თუნდაც ქორწინებაში იყოს, ხო? ურთიერთობა არ აქვს. კისერი მომჭერით თუ გინდათ, მეგობრებო. იმპოტენცია. იქ არაფერი არ აქვს. ხო. იმიტომ რომ სამყაროში ტყუილად არაფერი ხდება. ხო. სამყაროში ტყუილად არაფერი ხდება. ეს ადამიანი ძალიან იმედიანად ფიქრობს სამყაროთი, ამ ყველაფრის მოგვარებას. მას აქვს იმედი, რომ სამყარო ამის უფლებას მიცემს და მართლაც აძლევს, რომ არ ყოფილიყო ეს კარტი ესე იქნებოდა ამობრუნებული. ამიტომ ამ ადამიანს ძალიან დიდი იმედი აქვს სამყაროს ბალანსისთვის. ეს ადამიანი აუცილებლად გამოძებნის გზას თქვენთან მოსასვლელს და წეღან ვკითხეთ ჩვენ კარტს სამყაროს თუ მიცემს უფლებასო და აქ გამოვიდა ბოლოსკენ პასუხი, რომ სამყარო აძლევს ამ ადამიანს სიტუაციის გამოსწორების უფლებას. მეგობრებო, თქვენ გინდათ არ გინდათ, საქმე მაინც ისე შემოტრიალდება, რომ ეს ადამიანი მაინც მოახერხებს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ სამყაროს ესე უნდა. ხო, ამიტომ მეგობრებო, უბრალოდ ამ ადამიანს ეშინია დაგვიანების. დაგვიანების ეშინია. კიდევ გავიმეორებ. ეს ადამიანი თუ კი იმყოფება იქ ქორწინებაში, უნდა განქორწინება. ეს განქორწინება აუცილებლად მოხდება იქ, მეგობრებო. ადრე თუ გვიან მაინც მოხდება. ხო. იმიტომ რომ ნახეთ? აი ეს ხართ თქვენ. ხო. ეს ხართ თქვენ. ესეთ ადამიანთან სამკუთხედებით ვერ მოვა. ესეთ ადამიანთან სამკუთხედი არ შეიძლება, მეგობრებო. იმპერატორი, ქალი თუ მამაკაცი, ამ ადამიანის ცხოვრებაში სამკუთხედები ყოვლად მიუღებელია.
ამას სამყარო არ დაუშვებს. ხო და ეს ხართ თქვენ. ამიტომ იქ რო ამოვიდა ამობრუნებული იმის კარტი, რა ქვია? ხო, პასუხისმგებლობის კარტი, აგერა. მეგობრებო. აი ესე რო ამობრუნდება, მე მოვა თქვენთან. აი მეგობრებო. ესე უნდა ამობრუნდეს, ესე უნდა გასწორდეს, ფეხზე უნდა დადგეს და ყველაფერი საქმე უნდა მოაგვაროს და ისე უნდა მოვიდეს თქვენთან. სხვანაირად ვერ მოვა. ხო, ამიტომ ეხლა ესეა. და მიხვდით ეხლა ეს ხართ თქვენ, ესა თქვენი პარტნიორი. არარეალურია, ხო? ხო. ამიტომ ეხლა სამყარო რო ჩაუკაკუნა სამყარომ, მეგობრებო. იქ თუ აქ ეხლა ამ ადამიანს იქ იმ შემთხვევაში ეს სიტუაცია ძალიან კარგია ქორწინებაში თუ იმყოფება თქვენი პარტნიორი. ხო? და იქ ისედაც ეხლა აქ ამოვიდა რომ სადა ის რომ ურთიერთობა არ აქვს, ხო, და უპასუხისმგებლოდ იქცევა. იქ მისაღებია ეს ამბავი, ესე როა. იქ მიღებული ამბავია ეს. ჩვენთან არ გვაწყობს. აქ ამ შემთხვევაში არ გვაწყობს. იქ როა ესე იქ ძალიან კარგი ახლა ესე როა. ესე უნდა იყოს. ეს არის განქორწინების, უპასუხისმგებლობის და განქორწინების და დასრულების, იქ დასრულების მეგობრებო, თუნდაც მშობელი იყოს. იქ დაასრულოს, უნდა იქიდან უნდა წამოვიდეს მეგობრებო. ხო. იმ სიტუაციიდან უნდა წამოვიდეს. იმყოფება არ იმყოფება ქორწინებაში. იქნებ მშობლებთან იმყოფება კაცო. ესეც ხო შეიძლება, ყველა ხო არა, ხა ქორწინებაში მეგობრებო, გამორიცხულია. თქვენი სიტუაცია აიღეთ. ხო. თქვენსაც მოერგეთ. ამიტომ იმ სიტუაციიდან უნდა წამოვიდეს, სადაც არის. იქ არის უბალანსო ურთიერთობა, დისჰარმონია, თავისუფლება, განქორწინება, იქიდან უნდა წამობძანდეს ვაჟბატონი, თუ ქალბატონი. და ესე ამობძანდეს უნდა და ესე კეთილ და პატიოსნად ესე უნდა დაგიბრძანდეთ მეგობრებო. ხო. აი ესე. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ესე იქნება ზუსტად. მოკლედ, ჩემო მეგობრებო. აი ამის იმედს იძლევა თქვენი პარტნიორი, რომ იქ დაასრულებს ყველაფერს. თუნდაც მშობლებთან, თუნდაც ქორწინებაში, თუნდაც სამკუთხედებში ეს ყველაფერი უნდა დაასრულოს და უნდა მოვიდეს თქვენთან. ამის იმედს იძლევა თქვენი პარტნიორი. ხო, ასე რომ მეგობრებო. რამდენ ხანში იწევს ელასტიკს. საინტერესო კითხვაა. საინტერესო კითხვაა, მაგრამ ჯერ სანამ მაგას შევეკითხებით, მე მინდა ეხლა ვკითხო ტაროს დასტას რჩევა თქვენთვის, მეგობრებო. რჩევა თქვენთვის ტაროს. აი მეგობრებო, უბრალოდ შეხედეთ. უბრალოდ შეხედეთ ახლა. ეხლა არ მითხრათ რომ არაფერი არ ხდება. ყველაფერი ხდება განქორწინება და ამ ადამიანის მოსვლა. პასუხისმგებლობით. დედას გეფიცებით მეგობრებო. უბრალოდ შეხედეთ. ეს ადამიანი გადაწყვეტილებას მიიღებს თქვენთან და მოვა განქორწინებული. აუცილებლად მეგობრებო. გადავჩეხე, გადმოვჩეხე, გადაურიე კარტები და როგორ ამოვიდა. გადაწყვეტილებით, განაჩენით, უფლის განაჩენით. ურთიერთობის გაუმჯობესებით, განვითარებით, წინსვლად და დაწინაურებით. ეს ადამიანი მოდის თქვენსკენ. ეხლა ჩემი გადასაწყვეტი არაა, თქვენ მიიღებთ თუ არ მიიღებთ. რჩევა ეს. იქნებ ესეც თქვენი რჩევა იყოს. მიიღებთ, გინდათ არ მიიღებთ. ესეც თქვენი გადასაწყვეტია. თვითონ მოდის. მას გადაწყვეტილი აქვს მოსვლა.
ხო, დანარჩენი თქვენ გადაწყვეტეთ. ასე რომ ეხლა გავარკვიოთ ჯერ ასტრაბარათები რას გვეტყვის და მერე გავარკვიოთ როდის მოდის. რამდენი დააგვიანდება თქვენ პარტნიორს. ხო, ჩემო ძვირფასებო. მე არ გამინაწყენდეთ თითოეული ჩემი მოტანილი ინფორმაციით აქ ორმხრივი სიყვარულია. ამას აი ეს მეგობრებო, ნუ რა ვქნათ. გაბლოკილი ვარ მეც, მაგრამ ძალიან კარგად გძნობ თავს. ვარდო. ავინერვიულოთ მეგობრებო, ადამიანს როდესაც უნდა, ყველანაირ გზებს გამონახავს თქვენთან მოსასვლელს. ხო, ასე რომ არ ინერვიულოთ. ეხლა მინდა ასტრაბარათებს ვკითხო ჯერ. რას გვეტყვის თქვენი პარტნიორი, რა იმედებს გაძლევთ? აქ ხო სასწაულები უნდა მოვიდეს ეხლა მეგობრებო. ხო. რა იმედებს გაძლევთ მეგობრებო და ბალზეა და ტყემალს რო ჭამს ისეთ SMS მიიღებთ მისგან. ეს ერთი. არეულ SMS მიიღებთ მისგან. ხო. მეორე ის რომ გამბედაობას მოიკრიბავს კი მაგის. მაგრამ ბოლომდე იქნება ხო. ორი რისი თქმა მინდა ეხა გამბედაობას მოიკრიბავს, გაბედულად მოგწერთ, მაგრამ მაინც არეულ იქნება სიტუაცია. კი არა და გონება ამ ადამიანს არეულ. ხო. არეულად მოგწერთ. შინაარსი შეიძლება ვერ დაალაგოს. გაბედავს, მაგრამ მაინც რაღაცას მაინც თად ბოლომდე დალაგებულად ვერა მეგობრებო. ეხა ხო, ნუ რა ვქნათ ეხლა. კიდევ რა? კიდევ ის რომ სიხარული, სასიხარულოა. ეს არის სიხარულის კარტი. ეს ადამიანი სიხარულით რა ხაი ხო გეუბნებით ემზადება მოსაწერად. დიდი ემოციებით ემზადება, დიდი შთამბეჭდაობით ემზადება. ხო აგერ ახლა მოწერა, რომ მაგალითად რაღაცა მოგწეროთ, აზე ხელი შემორტყმული, აკაკი წერეთელივით, თუ ილია ჭავჭავაძესავით, არ ვიცი რა დავარქვა, შოთა რუსთაველსაც ეკავა ასე ხელში. ისა რა ქვია, ბუმბული და კალამი, მელანი, ხო, ესე მეგობრებო და ესეთ აზე ხო შემორტყმული, მაგრამ ხო, მოგწერთ, მაგრამ გაუცდებით მისი შინაარსით. ხო. ასე მეგობრებო, მაგრამ ის რასაც თვითონ გააკეთებს, მისთვის იქნება სასიხარულო გადმოდგმული ნაბიჯი, ოღონდ დედას გეფიცებით მართლაც. ასე მეგობრებო, მაგრამ ის რასაც თვითონ გააკეთებს, მისთვის იქნება სასიხარულო გადმოდგმული ნაბიჯი, ოღონდ დედას გეფიცებით მართლაც. რა თქმა უნდა. ეს ერთი. და თქვენ ისეთ რაღაცას აკეთებთ, მეგობრებო, სადღაც რომ ეს ადამიანი ყურადღების გარეშე ვერ დაგტოვებთ. ანუ ყველაფერს აკონტროლებს, ანუ მისი ყურადღების ქვეშ ხართ მომწყდეული. ანუ ამას ახერხებთ კი, რომ სხვანაირად გვერდს ვერ აგივლით. ხო. ყველა თქვენს დანახვაზე ამ ადამიანს ძალა და იმედი ეძლევა. მეგობრებო, ესე უკავია თქვენი სურათი, თქვენი ფოტო, რაღაცას უყურებს კი. უყურებს, სადღაც გხედავთ. შეიძლება გქონდეს თქვენი ფოტო, თქვენი ვიდეო, თქვენი რაღაცა, რაც ესე ხელში უკავია ტელეფონიდან, სურათიდან, არ ვიცი, მაგრამ კი ესე და ესე გიყურებთ. შეიძლება კიდევ ვინმეს აჩვენა თქვენი სურათი, მეგობრებო, ნახეთ, რადგანაც აქ არის ახლა ისე რომ აჩვენებს. ვიღაცას აჩვენა, შეიძლება კიდევ თქვენი სურათი. ვიღაცასთან ისაუბრა, შეიძლება უბრალოდ სურათი აჩვენა. ამაზეც გავაკეთებ საჯარო ლაივს მე. მეგობრებო, თუ საუბრობს თქვენი პარტნიორი და ვისთან და რას? ეხლა უნდა დავიწერო. თუ საუბრობს თქვენზე თქვენი პარტნიორი და ვისთან? ვისთან და რას? ხო.
ხო და წეგან რა ვთქვით, კიდე რა გავაკეთოთო, რა საჯარო ლაივი გავაკეთოთო, რა ვთქვით, მეგობრებო, გამახსენეთ და მავიწყდა. მეგობრებო, გამახსენეთ. ერთხელ გავაკეთეთ მეთქი რო ვთქვი, წეგან რაზე ვთქვი, რა ლაივზე ვთქვი, მეგობრებო. არა, როდის მოვა, მაგი ეხლა უნდა გამოვიკვლიოთ, მაგრამ კიდევ ვთქვი რაღაცა მე. ხო, ვალებზე, აი, ყოჩახ მორგანა. ვალებზე, ვის რა ვალი აქვს. ხო. აი, მაგაზე გავაკეთებ კიდევ საჯარო ლაივს. ვის რა ვალი აქვს დასაბრუნებელი. თუ დაგიბრუნებთ ვალებს, ასეთი იქნება, მეგობრებო, ერთი ლაივი. თუ დაგიბრუნებთ ვალებს. ვალს. და ვის რა ვალი აქვს, ეს თქვენ ახლა უფრო მიხვდებით, თქვენ თვითონ ჩაიფიქრებთ. ხო. კიდევ რას გვეტყვის, კი. აი, საუბრობს. ვიღაცასთან საუბრობს, ან ვიღაცას აჩვენა სურათი. ან შეიძლება მეგობრებო თქვენ გიყურებდათ და ვიღაცამ დაუნახა, დაგინახათ, აი ესე რომ გაკვირდებოდათ ეს ადამიანი, ვიღაცამ დაგინახათ, კი. ესე შეიძლება. ხო. შედეგები. და ეს ადამიანი ანალიზებს, საუბრობს, ბჭობს, ხო, რაღაცას მსგავს, კი, მეგობრებო. კი. ნახეთ რა უნდა ამ ადამიანს ძალიან უნდა თქვენთან საუბარი. ამ ადამიანს ძალიან უნდა თქვენთან აი იმის იმედი აქვს, ჯერ თქვენი იმედი აქვს. და ამ ადამიანს იმის იმედი აქვს, რომ თქვენ ისაუბრებთ და მოილაპარაკებთ. ნახეთ, ეს არის თანამშრომლობის კარტი. ეს არის თანამშრომლობის კარტი. ხო, ეს ადამიანი ძალიან ბევრ იმედებს ამყარებს, ხარ ვიცი გაგიკვირდებათ, მაგრამ ძალიან ბევრ იმედებს ამყარებს. ბაბილონის გოდოლს აშენებს, მეგობრებო, მაგრამ იმდენი აქ აშენებული, მისი ფიქრებით მე მეშინი არ წეიქცეს, თავზე არ ჩამეემხოს. ნახეთ რა აწერია? ნახეთ რა აწერია, მეგობრებო, გალილეო გალილეი. ხო. ასია ჩემო მეგობრებო, ასე რომ ამ ადამიანს ძალიან უნდა თქვენთან თანამშრომლობა. უნდა რომ ითანამშრომლოთ, უნდა რომ ისაუბროთ, უნდა რომ ერთი აზრი გაკავშირებდეთ, შეთანხმდეთ, მოკლედ. კი, გიყურებთ, გითვალთვალებთ შორიდან. გითვალთვალებთ, მეგობრებო, აი, გითვალთვალებთ, რა ვქნა, ბინოკლი. ხო. ყოველთვის ხართ მისი მხედველობის ქვეშ. არ გეგონოთ, რომ სადმე წასულია, ესეც თვალთვალის კარტი. ესეც თვალთვალის კარტი, ესე ზის, ესე გიყურებთ, რომ თქვენ რაღაცას აკეთებთ, ვინ მღერი ხართ, ვინ ცეკვა ხართ, ვინ რაღაცას აქვეყნებთ. ხო, აქაც აი, აქაც მეგობრებო და ამ ყველაფერს თვითონ ხედავს. ხო. მეგობრებო, ამ ყველაფერს თვითონ ხედავს. ხო, ასე რომ გიყურებთ. კი. ეს ადამიანი ასად არ წასულა ჩემო ძვირფასებო, ასე რომ ელოდეთ მისგან ელოდეთ რაღაც ნაბიჯებს, კი. ელოდეთ მისგან ნაბიჯებს. არ ინერვიულოთ ჩემო ძვირფასებო, თქვენამდე მაინც აწეული მოვა. როგორღაც. ხა. ეხლა მინდა ასტრაბარაც ვკითხო. რა დროის ვადაში გამოჩნდება თქვენი პარტნიორი? მოდით ორ ვარიანტად გავაკეთებ. ერთი იყოს ამაზე, მეორე იყოს მეორეზე, დროის კარტზე. ვისაც რომელზე გინდათ, ორ ვარიანტზე ჩაიფიქრეთ, მეგობრებო.
ხო. რა დროის ვადაში გამოჩნდება თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი, ვინც გინდათ ის ჩაიფიქრეთ, გინდ მეზობელი. გინდ რა მეგობრებო. ხო. დავდებ ახლა მე ამ კაცს. თქვენს განკარგულებაშია 2 წუთი და ჩაიფიქრეთ ჩემო ძვირფასებო. ესე. გინდ ამაზე. მე გავჩუმდები. იმედია მოახერხეთ ჩემო ძვირფასებო. ამოვიღებ ჯერ ამიდან. აი თქვენი პასუხი, თქვენი პარტნიორის პასუხი. მენშე ჩემ ჩერეს მესიაც. ერთ თვემდე, ერთი თვეც არ დააგვიანდება. თქვენს პარტნიორს, თქვენთან ნაბიჯის გადმოსადგმელად, ქვემოდან ძალიან ლამაზი კარტია. მეგობრებო, მინდა გაჩვენოთ. აი კიდევ ერთი კარტი. აი კიდევ. ერთ თვეზე ადრე და ზოგთან არის ხვალა. აი ეს კარტი არც მქონდა ნანახი. ძალიან ლამაზი სურათია. ნახეთ მეგობრებო, ამას თუ დააკვირდებით ახლა. აბა მეგობრებო, რას ხედავთ აქ? მე ახლა აქ ვხედავ გვირაბის ბოლოს მზეს. და ეს ბოლო არის უკვე. ეს ბოლო უკვე დამდგარია მეგობრებო. აი უკვე გამოხვედით. გამოსულები ხართ უკვე მეგობრებო. გვირაბიდან უკვე გამოსულები ხართ მეგობრებო. ხო, ასე რომ ესეთი იყო მეგობრებო, ამაზე პასუხი. ახლა ამოვიღებ ამიდან. ჩემო ძვირფასებო, ვინც ასტრაბარაძე ჩაიფიქრეთ, თქვენი პასუხია. რაღაცი სამზადისი. აბატონო. ეს არის სამზადისი. მეგობრებო, ამასაც ქვემოდან ესეთი როგორი კარტი აქვს, ესეც უნდა წავიკითხო როგორც იმაზე ისე. ეს ადამიანი უეჭველად ყოველ მიზეს გარეშე რაღაცისთვის ემზადება. აქ არის სამზადისის კარტი, უკვე იმის კარტი, მეგობრებო, ბარათი, რომ ხო შეტყობინებაა იმისი, რომ ეს ადამიანი რაღაცისთვის ემზადება და ამ სამზადისში გასაღები უკვე ხელთ აქვს, რომ ეს გასაღები უკვე მოარგოს თავის დანიშნულ ადგილს, მეგობრებო. ასე რომ პირველი რადგან ამოვიღე ეგი, ხო, ეგი ამოვიღე მე მგონი, პირველი. ამიტომ ამ კარტზე ვნახავ მეგობრებო მე ეხლა პასუხს. ხო, თქვენი კითხვის პასუხს ვნახავ მაგაზე. 31. თქვენი კითხვის პასუხი. შაბათი და ერთი სიტყვა რას ნიშნავს, ეს არ ვიცი. ღმერთო, ეხლა რა გავაკეთო? მეგობრებო, თუ შეგიძლიათ ეხლა ტრანსლეიტში დაწეროთ ინვერნო რას ნიშნავს. მეგობრებო, შაბათი და რომელიღაცა ზამთარი. ხო. ანუ ზამთარი მოახლოებულია ჩემო ძვირფასებო. ამიტომ ელოდეთ ამ ზამთარს, მისგან ამის სამზადის.
ზამთარს თუ ელოდება, ის შეიძლება იყოს ახალი წელიც, არ გამოვრიცხავ, ჩემო ძვირფასებო. საახალწლოდ რაღაცისთვის ემზადება ალბათ, კი ბატონო, და ველოდეთ მისგან ნაბიჯებს. ბატონო, ინვერნო თუ ზამთარია, კი ბატონო, ზამთარში. თუ თქვენც იცით, რომ ეს რომელიღაცა შეიძლება კვირის დღეს დაემთხვას, ეს არის შაბათი. თუ არა და თქვენც თუ ხვდებით, რომ ცოტა დააგვიანდება თქვენს სურვილს, მეგობრებო, მაშინ ზამთარი. კი. მოკლედ, რა თქმა უნდა, ახალწელს ყველა ვემზადებით, მაგრამ ეს ადამიანი განსაკუთრებით უყურეთ, ამ ადამიანს უკვე თავისი კი ემზადება ერთია, მაგრამ უყურეთ, ამას უკვე ხელთა აქვს თავისი ის, რაც მას თავისი ცხოვრების კარებს გაუღებს, გზას გაუღებს. აი ის მიზეზი უკვე ამ ადამიანს ხელთა აქვს. უბრალოდ სამზადისი არის უბრალოდ დრო, თორემ ის რაც თქვენ ეხლა ჩაფიქრებული გაქვთ, ეს ამ ადამიანს ეს უკვე ეს გადაწყვეტილება ხელში აქვს უკვე მეგობრებო, უბრალოდ დრო მოსulis მომენტი, დრო 31 იანვარი შაბათიაო. ხო. იქნებ მანამდელი შაბათი იყოს. 31 იანვარი ხო, ახალი წელია შაბათი, ესე იგი. აი მეგობრებო, შეხედეთ თქვენ თვითონვე დააკვირდით ამ ყველაფერს. ხო, ესეც დამთხვევაა, კი ბატონო, ესეც დამთხვევაა. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო. ესეთ იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. მინდა მშვიდობიანი ღამე ვისურვოთ ყველას. თქვენი ოცნებების და სურვილების ასრულების წელი ყოფილიყოს ყოველთვის. არა მარტო წელს, ძალიან ბევრი ტკივილები გავიარეთ, ყველას მესმის. და ყველაფერი ცუდი დაი ამ წელში დარჩენილიყოს. ამინ, ამ წელში დარჩენილიყოს ყველაფერი ცუდი და მომავალი წელი ყოფილიყოს ყოველთვის ბედნიერების მომტანი. და ეს წელი ყოფილიყოს ერთ-ერთი გაკვეთილი ჩვენთვის, ჩემო ძვირფასებო. ხო. გაკვეთილი. მეტი არაფერი უბრალოდ. ასე რომ მშვიდობიანი ღამე ყველას, ბედნიერი დილის გათენება ყველა თქვენთაგანს, ჩემო მეგობრებო. და ხვალინდელი დღე ყოფილიყოს დღევანდელზე უკეთესი. ნამდვილად. ყველა ქალი იმსახურებს ბედნიერებას, მაგრამ არც ყველა იმსახურებს. მაგრამ ესეც ჩვენი გადასაწყვეტი არაა. ბედნიერებას ყველა უნდა იმსახურებდეს. მე ასე ვიტყოდი. ხო. დანარჩენი უფალმა გადაწყვიტოს, მეგობრებო. უფალმა იცის ვინ რისი ღირსები ვართ, ამიტომ მე ძალიან წამს უფლის. თავარი ადამიანი არ გაბოროტდე, იმ სიხარულით, იმ ბედნიერებით, იმ ტკივილებით, იმ სიმწარით, ადამიანი არ უნდა გაბოროტდე, თორე მეგობრებო, თორე მრავალწერტილი. მე კიდევ გემშვიდობებით ყველას და გელოდებით კომენტარებში, მეგობრებო. უღრმესი მადლობა ყველას, გაიხარეთ. დალოცვილები ყოფილიყავით მოდა. ასე რომ გადავიდეთ YouTube-ზე და იქ დავაკომენტაროთ. თუნდაც აქ რა პრობლემაა, თქვენი აზრები გამოხატეთ, თქვენი იდეები დააფიქსირეთ, მეგობრებო. შეძლების დაგვარად, თორე ახლა ძალდატანებას არ აქვს ადგილი. აბა დროებით, ხვალ ვერ ვიქნები და ზეგ მოვალ თქვენთან ესეთი საჯარო ლაივით. რადგან ეხლა იყო საუბარი თქვენზე, ამოვიდა, რომ ვიღაცამ ნახა თქვენი ფოტო, დაინახა თქვენ პარტნიორთან, ამიტომ მოდი გავაკეთოთ მომდევნო ლაივი ესეთი. რა საუბრობს თქვენზე სხვებთან? ხო, სურათი დაინახა ერთია, მაგრამ თუ საუბრობს და რას? ჩვენი მომდევნო ლაივი იქნება თქვენი პარტნიორის საუბარი სხვებთან.
აბა დროებით ჩემო მეგობრებო და ხვალამდე თუ ზეგამდე.